გოგოებო, ტატუს გაკეთება გადავწყვიტე. აუ, ძალიან ბევრი იდეა მომივიდა, ხა რა შეიძლება რომ დაიხატო. აუ ხა, მიდი რა მითხარით, რომ მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. მაგალითად, შენი ყოფილი სახელები შეგიძლია ჩამოიმწკრივო ხელზე. ნუ, თუ ერთი არ გიყოფა, მეორესაც მიაშველებ. გოგო, only God can judge me რომ დაიწერო. აუ, ისე იქ მეც კი ვიფიქრე. ვიხოთ და ჩემაგან მოფთხილა რომ სადაც ანასტასიამ დაიხატა ტატუ, იქ დაიხატე შენცო. ხო გახსოვს მაშინ მოეწონა ძალიან შენი ტატუ. ზონაში? ბაზარი არ არის, მაგრამ მაგათ მე ხო იცი ლოკაცია შეიცვალეს. ვაგის მოპირდაპირეთ არიან ახლა ჭავჭავაძეზე, 53 ნომერში. ხო, მარტო მაგ სტუდიაზე დამთვენება მან დაიხატა, თორე ძალიან გამიბრაზდება მერე. მაშინ only God can judge me არ გამოგვადგება. იმიტომ რომ შენიც გამჭჭის. მოვიფიქრე, წარბებს შორის დაიხატე კიდე წარბები და პრიდა კალოს დაიმსგავსები. აუ ნეტა საერთოდ არ მეთქვა რა. თან მე ფერადი მინდა და სად დავიხატო ეგეც არ ვიცი, ხელზე ფეხზე თუ სად. სადა მაგრამ მან ვერავინ ვერ დაინახავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მშერზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. აუ, კაი ხაჭაპური გაასწორებ და. აუ, აჭარელ ხაჭაპურს დავიხატავ, თან ბებიაჩემი ხო აჭარელი იყო და მაგის უსაც პატივს მივაგებ. ხო, და გვერდზე მივუხატებ ხალეული. ბაბუაშენი ხო იმერელი იყო. ლექსუს ურეკავდა არ პასუხობს. არა უშავ შეგიდა ცოტა ხანში დაურეკე. აუ ის ხო გახსოვთ 18 თებერვალს ღია კარის დღე როალდა უნივერსიტეტში და მივდივართ. აუ ერთი წუთი ღია კარის დღე რას ნიშნავს? კარები ექნება დღე და სკვაზნიაკში უნდა იჯდე. რას უნდა ნიშნავდეს? საჩუქრებიც იქნება როგორც გავიგე. აუ საჩუქრები მე ნამდვილად არ მიყვეს. ეგ შეუნა გიხარდეს ვალენტინობაზე რო რაფერი გაჭუქეს. ლექსუს ბებია გავხდო თუდად და მაგიტო ვერ მიყიდა ვერაფერი. აუ კიდე იცით რა შემპირდა გოგოებო? ალტეში ღია კარის დღეზე მამაჩემის მანქანით გაგიყვანო. აუ მამამის რაღაც ორკაციანი მანქანა ყავს, ალბათ მაგაში ვერ ჩავეტევით ჩვენ. და კიდე ის მითხრა რომ შენ გარდა არასოდეს არავის არ შევხედავო. ანასტასია მე მგონი რომ გატყუებს შენ ეგ ბიჭი. როგორ ჩენი ტყვით ეგ? შეგშურდა ალბათ მე რომ მანქანით მივდივარ ალტეში და შენ რო ავტობუსით უნდა მოხვიდე. აუ შენ ვაფშე ვერ ხვდები ხო საით მიმყავს საუბარი? გუში მწერდა ლექსო და მთელი ღამე მესიჯობდით. რას გწირდა? რას მომწერდა თქვენი აზრით? ისევ მიყვარხარო და ეგეთები. ისიც მითხრა რომ ანასტასია შეუბრუნდი და არაფერი არ უთხრაო. მაგრამ მე მივხვდი რომ ძალიან ცუდი ადამიანი გამოჩნდებოდი და მაგიტო გეუბნები ახლაც. შენ თვითონ ნახე მესიჯები. მართლა მიწერილები აქვს. აუ როგორ მინდა რომ ჩემი ხელი დავახჩო ეხლა ლექსო. მაგრამ ჯერ მე მახჩობ საკუთარი წრემლები. ხალხო აქე დააწყეთ რა ეგ საკურთხი. მადუნა გეკადრებოდა ხელსარიელი მოსვლა ეკლესიაში. ო კარგი რა. რა გასაკვირია გოგო მადონასგან ეგ, ჰა? აქ რომ მოეტანა საკურთხი, მე მერსედესებს ვიღა იყიდა გენაცვალე. ვაიმე მამა ოცრას იკეთე გაუკეთებია გოგოებო გაიგეთ. გუშინ თურმე რესტორანში მურჩენიათ შემწვარი გოჭი და ეკლესიაში შემოწირა აგერ. იქ საკურთხთან. მე მაგას მოფიქრება ხო უნდა თამრიკო დადგებიან და აკრიტიკებენ მე მამაოს. სად გაგონილა კაცო მამაოს კრიტიკა? ურწმუნოები. ხო როგორ შეიძლება კაცო? უი გოჭი სუნდი გას ეკლესიაში. მაიმე გოჭი ბოლოს ჭამი 2009-ში ჩემი ბიჭის ქორწილში მქონდა. და კაი იყო. უი თამრიკო როგორ არის გოგო შენი ბიჭი? ხوار დაიწყო სადმე მუშაობა? არა ინგა ჯერ მესამე წელია უმუშევარია ბავშვი, მაგრამ იმდენს ლოცულობთ რომ რაღაცა იქნება რა. იქნება თამრიკო. უი იმ გადაცემას უყურეთ გოგოებო გუშინ საკურთხობაზე იყო თურმე რასაჭმელებნო გაკეთდეს ამ დღეს სახლში. არა ინგა ვერ უყურეთ ჩვენ. ჩაჭრილი გვაქვს ტელევიზია და გადასახდილია ვნახავ მე ხო. დაიცადე შავი ჯიპი შემოვიდა ეზოში. ხო მამაო მოვიდა. როგორ ახარ მამაო? რა ვიცი ჩვენ ძნელანელა გიხდებათ ეგ ხო. გოგოებო ჩვენი ნაჩუქარი ოქროს ზეწყვი უკეთია. გუში ღამე წივილკივილით გავიღვიძე. და მისით რომ გამოწვდაზე დავაგვიანე. და მე რუაფში კრიშიდან გადმოვარდი. აუ შენ რო დაგაგვიანდეს გამოწვდაზე მე მართლა უნდა გადმოხდე კრიშიდან. და შენი არ გაცოცხლებს. აუ თან ახლა მარტში იწყება რეგისტრაცია უკვე ეროვნულებზე და აზერა ვარ რა გავაკეთო. კიდე კაი ვალტეში მაინც დავდივარ და იქვე ხმარებიან. აუ ისე მეცალტესი მინძე ვარ მაგაში. მაგრამ შენ როგორ მხოლ ხოლმე მან და ანასტასია ლექსე რო ვიღარ მოგიყვანს მანქანით. ძალიან ცუდი ხომრობა გამომივიდა. იმ ქვეყნად მაინც დაასვენი ადამიანი. ალტენდი ავტობუსითაც მოვალ. მე კი მომასვენებ, მაგრამ ისეთი რომ ვიღაც ახალი იყოლება უკვე იქაც გაჩენილი. ვინმე ანგელოზივით გოგო. თან საშინელებებს ვამბობ. შენ ადგილას უდაფრთხილად ვიქნებოდით ეგ. სულაც არ შემოგვიწიარდეს ეგ შუტკები.
მიცოდეთ ჯერ არაფერი შემოტრიალებია ქალბატონო. აუ გიგონოს გდანის პაზემ კაში ვატყდი ვიდეო გადამიღო და შემოტრიალების დროს წაიკეცი არ გახსოვს. კაი ხო მაგის გარდა ერთ შეყვარებული მირეკავს. ხოლუკა. დამშორდა. მართლა შენი ყოფილი ცოცხალი მაინც ავიდა, ჩემი გარდაიცვალა. რა ვქნა განუცადი მაინც თავისებურად. ის გოგოებო მეკრივათ არ ვითვლები ხო? დი ანასტასიას ნაუშნიკები მოუპარე და არაფერი უთხრა. აბა დროზე უკან დაიდოს ეგ. კაი გოგო რა იყო შენ კიდე კონდეს ცოტა ხანი ბავშვია. სად მიბრძანდები შენ ქალბატონო? გოგო ჩულკი არ გაცვია, გაიყინები ეგრე. რე ჩულკი. რა იყო პირველად გაიგე? ყინვაში რომ მარტო შარლით გადიხარ გარეთ. თან ნახეძი დახეული შარვალი რო აცვია. ხო, ამოჯიჯგნილი. აბა ჩემ დროს გენაცვალე, ჩულკი და ქვედაბოლო თუ არ გეცვა სადა რამე შემოგხედავდა. ხო, შენ ამდენად შემოგხედა შენ მაქმარმა. არა, ამასთან არაფერი არ უნდა თქვა რა. ხო და საიდუმლოების შენახვა არ იცის კიდე საერთოდ. გუშინ უთხარი კარაქი ამპურებს ავჭამ და ემვიდან ყრი მეთქი. და უთქვია უკვე შენთვის. რა კარაქი ამპურებს ყრი ომარიკო აივნიდან? ძაღლებმა რო ჭამონ. ძაღლებს მოგცემ მე შენ. ძვირფას 7 ლარიანი კარაქი. მე საიდუმლოებს იდეალურად ვინახავ. სკიუს მეძახიან გოგოები. ხო, ინახავ როგორ არა. როგორ გთხოვე ბავშვს არ უთხრა სოფაში მზიარბებო ძაღლი რომ მოუკვდა მეთქი. მაგრამ უთხარი უკვე და. რა? ჩაპა მოკვდა? ლექსო გარდაცვლილი იპოვეს თურმე, იმენა გაგიჟებული ვარ. მეც ახლა გავიგე და წამო რა მაგის კორპუსთან ყველა მანდ იქნება. ქალბატონო უკაცრავად. სად იპოვეს გარდაცვლილი სადარბაზოსთან? კი შვილო ოკუპოვია მეზობელს, ორი ბიჭი დაიჭირეს უკვე, მაგრამ რა საკეთებდა პოლიცია მანამდე სანამ მოკლავდნენ, კუჩის გარჩევა რო იყო. არაფრის მაგნისები. ქალბატონო ცოტა კორექტულად ისაუბრეთ რა თუ შეიძლება. ნუ კაი ერთი შენი ჭირი მე რამდენი უნდა მოკლა, კაცო დავხოცეთ მაშინ ჩვენსა და ამოვწყვეტ სულ ყველანი და ეგ იქნება. ანასტასიის ცარცით რო შემოხაზული რას ნიშნავს? ანუ მკვდარი რო იპოვეს როგორც იწვა ეგრე შემოხაზეს ცარცით. გოგოებო ცოტა იქით გავიწიოთ რა თუ შეიძლება? გაკავშირებდეთ თქვენ რამე გარდაცვლილთან? ორივე შეყვარებული იყო. კი და ბოლოს ისე გამწერა ანასტასია რომ ეს ამბობდა დიდი სემონებით გავგვიდავდიო. ძალიან საშინელი ბიჭი იყო. უკაცრავად აბრძანეთ. თემური, მოდი ერთ ეს გოგოები აიყვანე აღრიცხვაზე. რაღაცა იციან ამათმა. მაიმუნები ესენი. ომარიკო ყველა ბჟნო კიდებ მან ხელს. გამოდი ახლა აქეთ. არა უშავს ქალბატონო იმდენი ბავშვი შემოდის რომ მივეჩვიეთ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ხო აი ბავშვმა იცის. ომარიკო მოდი აბა უთხარი გოგონას რომელიც წიგნი დაგაბარეს. აუ აღარ მახსოვს. პატარა უფლისწული. დიახ მგონი რო გვაქვს. ბიჭი აბა მიდი მიირბინე იქით ყვითელი წიგნები უნდა იდოს და ნახე შენ თვითონ. ბოდიშრა რო ვერ გამოვდივარ, ძალიან ვიწროთ ვარ თქ და რო გამოვიდე შეიძლება რომ ვეღარ დაუბრუნდე უკან და აი ვიპოვეს ჭირდება. რა ღირს ომარიკო აბა დახედე. 599 ლარი ღირსდე? რა 599 ლარი ომარიკო? მათემატიკის წიგნიც გჭირდება შენ მე მგონი. რა ვქნი ეგრე წერია და წერტილი აქვს შუაში ეს არ გვისწავლია ჯერ. არა უშავს. 599 არის, ნუ 6 ლარი რა. აჰა 6 ლარი ხო? კარგით მაშინ სხვა წიგნებსაც ავიღებ და მოვიტან. როგორ კითხვის მოყვარული ქალბატონი ბრძანდებით. ორი წიგნი გავატარი უკვე, აბა კიდე რომლებია თქვენი აქედან? დიახ, აი ეს წიგნი არის. ესეც და აი ესეც ჩემია. რამდენის არის? 80 ლარი, კი ბატონო. აი კაკრას 80 ლარი მქონია. წავედით ომარიკო. აუ, ჩემი წიგნი არ გიყიდია. და აღარ მქონდა ომარიკო მეტი ფული და რა გავაკეთო ვერ გავიგებ. არა უშავს კაცო წაიკითხავ ამას, აი დოსტოევსკის. უსიგარეთ იმენეთები უნდა დავანებო. რა იყო ულბაში ბიგი ყვითლდება? არა პროსტა ამბოლოდრო ზახველება დამაწყებინა და ინგას ვეთყვებ გაციებული ვარ მეთქი. ერთი თვე ხოლების სწავლებს უთყუილა. მე კიდე მგონია რომ სიგარეტს რომ დავანებო, თავი მაგარი გოიმი გავხდები.
ეგ უფრო სიგოიმია სიგარეტს რო ეწევი მაგარი ტიპობის გამო. სიგარეტი კაი ტიპად ვერ გაქცევს. აუ მე მგონი დედა ჩემი ხვდება უკვე რაღაცას, მაგრამ ვერაფერს ვერ ამბობს, იმიტომ რომ თვითონაც ეწევა და მამა ჩემს უმალავს. მოიცანო შეწყალო და დედა შენიც მალავს. მამაშიც იქნება უეჭველი რაღაცა დამალული. ხო, ეს სიგარეტის ყოლობი მამა ჩემთან ვიპოვე. ოღონდ დედა ჩემაც ერთის მამა ჩემი რა ეწევა. თიკო ვაფშე იცნობთ ოჯახში ერთმანეთს? გოგოებო ერთი ღერი ხوار გექნებათ შემთხვევით. კი, ქალბატონო, ინებით. თეკლა მოუკიდე რა. არაფერს. აუ, ციდაღაც მიცნო ის ქალი. ვერაფერს ვერ მიხვდნენ, სიგარეტს ეწეოდა კი. აჰა, გასაგებია. ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში სოფა შეგაწუხა ესეთ საქმეზე. არა გოგო, კაი ერთი რა შემაწუხე. პირიქით მადლი იყო ხა ჩემზე ეს სიგარეტი. არა განერვიულებული ვარ და. არა თიკო ვერ გამოვალ დღეს ინგას ვეხმარები. არ გავდივარ არსად. ვაშო ვიღაცა მთვრალი კაცები გვეძახიან. ბავშვებო მოდით ერთ წუთი აქეთ გეგენაცვალეთ. უშანგი ეგში გაბოლობდე, ბოლობდე. ვაშო შენი მიდი. გამარჯობა. ბავშვებო თქვენ გენაცვალოთ, გელაცია. ვაფშე ვის ბავშვები არიან ესენი? მაღაზიაში გაგზავნოთ თუ გინდათ პირდაპირ გვითხარით. ო, უშანგი ნახლებები არიან. მაღაზიაში რო გაგვეგზავნოთ, ოდგა შემოგვაგდა. ოდგა რა არის? ოდგა არის ბიჭო რა არის ამხელა კაცმა? უნდა მოდი აქ გაგვისინჯე ეხლა. არ შეიძლება ეგ ჩემთვის. ერთი ჩიქა ახლა არაფერს არ გისავს. ხო აგერ ეს ბიჭი დალევს, ოღონდ შვილი წვი და ხელი გამოიყიდო შეიძლება რა. მე დამილევია აქამდეც. აჰა, გამოცდელი მსმელის გოლია. ორი ფიცაკეთებს ეს კაცი. აუ, ყელი გამიცხედა. რა მაგარია. აჰა, ნახე, კაცები შოვენ ბირჟაზე, ეხლა კიდე ვიღაცა ბავშვები ყავდათ მიყვანილი, იმათაც ასმევდნენ. ეს ბავშვები კიდე შტერები რა, ვერ გავიგე რა უბედურებაა კაცო. ომარიკო, მოხვედი? რა გჭირს კაცო? აუ, მაგარი მეძინება დი. დი, ცალთირკმელიანი ნუნუ შემხვდა, გამომიაროს ყავაზეო. ყავა კი არა, ნუნუს ნერვები მაქვს ეხლა კაცო. რატო წადი გაერთუპი? თირკმელზე და ფეხების დაციებაზე ილაპარაკებთ გოგოები. დედა რასასაცილოა. უი, რა მოიფიქრეთ ისე კლასმა ბანკეტზე, ჰა? კლასმა არ ვიცი, მაგრამ მე მოიფიქრე რომ არ მივდივარ. ბანკეტის კაპის შემცმელი არა ვარ. რატო გოგო ლამაზად იქნები? ცხოვრებაში ერთხელ ხო უნდა იყო კაცო ლამაზად. რას ნიშნავდა ეხლა ეგ? აუ, ანასტასია სულ მახინჯურად აცვია ხოლმე. სხვა ბავშვები ძებს ლამაზად აცვიათ სულ და ამას კიდე დაგლეჯილი ჯინსები. კუმფეხი გამოყო. მოგიწევ შენ ინგას გარეშე სახში დაჭირა და ნახავრაც მოგივა. ლაჭარი ბავშვი. აბა ჩემი ბანკეტი 98-ში დიდი დუჟოკი გქონდა ნაქირავები და რაც ჩვენ იქ დრო ვატარეთ. აფსოს. ანასტასიას ბანძური ბანკეტი ექნება და ხეული ჯინსებით რომ მივა. ერთი შანსი დაგჭირ თუ არ გინდა რომ საშინელება შეკიმთხვეს. არაფერიც არ მომივად ყვილად ბლადაობ. და სად გაქვია კაცო ეს ბავშვი აქ არ იყო? ომარიკო. ბავშვებთან გაიპარებოდა ეზოში არ ინერვიულო. ამნერი მაკარონით ჩემი კლასელი გაიგუდა ლამის. რას ქვია ლამის გაიგუდა ომარიკო? რატო როჭამდე თურმე ძალიან შეისწრუტა და გადაცდა. ძლივს გადაარჩინეს. რა უბედურებაა კაცო, დამეკარგა ჭამისმა და ახლა. აუ, ეს ანეკდოტი გამახსენდა. კაცმა მდინის პაკეტი შეჭამო, რომ ტუალეტში მაკრატლით შევიდაო. აუ, მე არ ვიცი მოყევი. კაცი შეჭამს ბევრ პაკეტს და ტუალეტში შედის მაკრატლით. მეტი რა გამოუყვი? თუ იგი ლარჯზეა. რა იყო რეებსყობით, ვერ გავიგებ, ლუკმა ვერ შევჭამე კაცო. ძახს არ აჭამე მაკარონი? შია მე მგონი. რა მაკარონი ვაჭამე ომარიკო, ძვირფას პედიგრი უყრია 12 ლარიანი. გუშინ გავსინჯე პედიგრი, სულ მაინტერესებდა როგორი იყო. რა იყო, რას მიყურებთ? რა რას გიყურებთ? მეც გასინჯული მაქვს.
ხო და მოდი მაგაზინი ვილაპარაკებთ. დედა რა მოგწამლა ომარიკო ყველა მჭამეთ ეგ მაკარონი, ჰა? ყოველ კვირა იწამლება ეგ ბავშვი. ოჯახის ტრადიციაა უკვე. პედიგრის პარკია გახსნილი. შეკარი მერე კაცო. გილოცავ დედის დღეს. დედის დღე კი არა ბიჭო, ნახე რა კანონს იღებენ პარლამენტში, ეს დეგენერატები. ეს კანონი რომ იყო დედა გვექნება მერე მართლა ყველას. უი ყვავილი იყიდე ომარიკო, როგორ ახსოვდა. ვიღაცებისგან განსხვავებით. არც მე მახსოვდა. შენ არ მომეცილარიანი მიდი ყვავილები მიყიდეო? რა სისულელეებს ლაპარაკობ ომარიკო? სისულელეებს არა, სიმართლის. ყვავილებს ვისგანაც ყვიდულობ, იმქან მომითხრა რომ 5 ლარიანი ყვავილები იყიდეო, მაგრამ მე რო უთხარი მარტო ლარიანი მაქვს მეთქი, ასე თქვა რომ მეც მაგარი ვარ ვის ველაპარაკებიო და რა უნდოდა? რა და რო ჩაბალი ხადათ მეებს გადაბაცლი? აი ეგ უნდოდა. დეგენერატი. ისე ინგა ძალიან მიგოს უფრო ძვირიანი რო არ გაიმეტე საკუთარი თავისთვის და ლარიან ყვავილს დაჯერდი. ძვირიანების ხებმა უნდა მიყიდონ, მაგრამ არ უყიდიათ რატომღაც. არ უყვართ ალბათ დედა და საჭმელი რა გვექნება დღეს? თაიგული ნიუ-იორკ წყალში, შენი ნაყიდი. ვერცხი შეიწვი. იმდენი ვერცხი ჭამე ბოლოს ამ დღეში, მალე მე თვითონ დავდებ. კარებიც არ გააყოთ თქვენ. გამარჯობათ? ქაბატონო აი ყვავილები თქვენ გამოგიგზავნეს. გავალ და ეს არის. მადლობა გენაცვალე. ვინ გამომიგზავნა კაცო ეს ყვავილები? იმან ვისაც მთელი დღეა ლანძღავ. დედა თავრობამ გამოგზავნა ვითომ? აუ ჯიამ ნამცხებს რატო არ მაჭმევ-მე? აი მე სტუმრებისთვის ამეთქი ეს, მე ამდენად გავიმეორო, ვერ გავიგე. დარჩება საღამოს და შეჭამთ მერე. ხო რა პრობლემაა, შვილები ნასოფლალზე შევესიოთ. საჭმელიც არ მაჭამე, დილიდან გამოფიტული ვარ. დედა როგორ ჩაუკიცკიწებიათ. საღამომდე არ გამოხვათ ოთახებიდან იცოდე. მოდით გოგოებო, მოდით. დასხედით რა, მან გადავიდან თეფშებზე და ჩაუსხდეთ ეხლავე. ინგა ეს ბაყაყის სალათი მოგეტანე. აი მე რა ბაყაყის სალათი? ყაბაყის. კაილია დაგისინჯავ ამას საღამოს. წყალი სად არის? ხო გაფრთხილე მაშინ არ შემოხვიდე მეთქი. წყალი სად გვაქვს? დალია მიდიონკანთან. ვინი ძალიან გემრიელი ეკლერია, მადარტია ხო ესა? ძალიან კაია. კი ესეც ძალიან გემრიელია, ძუ. მაგას შუქვიალია დედა და არ მაჭმევს. აი მე გოგოებო ესეთი ორნახატი არაყერო თავიდან დაიბადებით რა. ხო და მოდი ამ ჭიქით გაგვიმარჯოს ამ კორპუსის გოგოებს რა. ჭიქასად გვაქვს ნებისმიერი. აი მე ოღონდ სამზარეულოში შემოვლიდეს რა. არით სად არის ჭიქები? რისთვის გინდა? წყალი უნდა წავიხო. და წყალი ხო წაიღე ზეღან კაცო. ეგ ანასტასიასთვის იყო, გული აქვს წასული და ხალი ჩაზეწევს იქით. თიკო მოგიტანე წყალი. მოგაჭყუე. აი ხო ეხლა მართლა მოგიტანე. აუ გული გამისკდა, პროსტა ეს ზედა ვიყიდე ხვალინდელი ისტორიის ვორქშოპისთვის ალტე უნივერსიტეტში როა. 25 ხო ხვალ არის. ხო ხვალ არის და 5 თებერვალს აქვს კიდე არ დაგვავიწყდეს. ისტორიის მასწმა მითხრეთ ეკლად წაიყვანე თუ, მაგრამ დამავიწყდა მეთქი ვეტყვი. გოგო თეკლამ რა გააკეთა ნახე? მაგათ ხო აქვს Facebook ჯგუფი, აბიტურიენტების კლუბი როა რა და მან დაპოსტი რომ თეკლა გაჩიტულა რაღაცა ამბასადორად. აუ თეკლა ყველგან ეტენება უკვე. ჩვენ კიდე არაფერში არ გვიმართლებს. თიკო აი მოგიტანე. კიდე მოგაჭყუე, всё, ეხლა მოგიტანე. აუ მომარიკო ძალიან მაგრებს ჩითავს, ხო? ძალიან საცილო ბავშვია. ეს შეროცა მოდიხარ ხოლმე სახში მაშინ თანცარებს, თორე ინგა რო იყოს ახლა სახში კუნძივით იჯდებოდა. ხმას ვერ გაიგებდი. ხადაობ, სტარტაპ ღონისძიებები იქნებაო ალტე უნივერსიტეტმა. მე ხო ბიზნესზე ვაბარებ მანდ. ხო იგინი გეხმარებიან ბიზნესის თემებში და რო ისწავლი მე იქნება შენ დაეხმარო ინგას. 5 თვეა თონის გახსნა უნდა უბანში და თავი ვერ მოაბა. თიკო დალიე. კიდე მოგაჭყო. ომარიკო აბა ეხლა აუდია ქედან. დროზე. აუდი სკოლაში გამეკუა და ბავშვებმა დამცინეს. რა იყო მე არა უშავს. სახში ხო დაგცინით ხოლმე. არა უშავს ახლა ომარიკო ძალით ხო არ გინდოდა. ხო არ გინდოდა.
არა, დაჭერობანას თამაშობდი და სკამს რო გადავახიტი, მაგ დროს იმას საქმეა. ხო, ამიტომ ჭოის სასწავლებელი იქნება. დაჭერობანა აღარ უნდა ითამაშო. ხო და აღარც კინოს აღარ უნდა უყურო. გუშინაც ეგრე დაგემართა ფილმს რო უყურებდით. ეგ როგორ გაიგე ჩუმა თქვენი? არ გამიგია. ვიგრძენი. კარგით ახლა ხო აღარავის აღარ ემახსოვრება ეგ ხვალ, კაცო. აი ნატო მასწავლებელი მწერს. ინგა გამარჯობა ჩემო კარგო, ცოტა უხერხული კია, მაგრამ მომარიკო დაეჩვია ამ ბოლო დროს გაზების გაშვება სკოლაში და თუ რაიმე პრობლემა აქვს, ბავშვს იქნება ექიმთან მიგეყვანათ. აუ, ყველას ემახსოვრება მასწავლებელსაც გაუგია. ჩემი კლასელი გიორგი ეტყოდა. მე არ იცი მაგ დროს რა უნდა უქნა მაგ გიორგის. თუმცა რაც გასწავლი გწოდნია უკვე. ეს ცუდი გაჩვენდით ახლა. ნატო მასწავლებელო გამარჯობა. ომარიკოს ყველაფერი წესრიგში აქვს, სხვა არავინ არ დააბულინგოს ბავშვის სკოლაში, თორე ვინ მოხდება საავადმყოფოში, მაგასაც ვნახავთ. საღო ლინგა გავიმარჯვეთ. ომარიკო მიდი გაგვიყვე ერთი გამარჯვების ნიშნად. რა იყო ვიხუმრე? თეკლა კბილებზე პომადა გისვია. პომადა არ არის, ეს უბრალოდ ჭარხალი ვჭამე სახლში. კარგით აბა გოგოებო დავიწყოთ გამოკითხვა. დღეს ასწავლოთ რა გქონდა? საფრანგეთ, ინგლისის, სომი, ხო? დიახ, მას მე ვისწავლე. ძალიან კარგი. აბა თეკლა პირველი კითხვა. რომელ წელს დაიწყო საფრანგეთ, ინგლისის აი ეს 100 წლიანი ომი? 1000 ამას მეტი აღარ მახსოვს, მაგრამ უეჭველე ვიცი რომ 1000-ით იწყებოდა. ეგ არის ნასწავლი გაკვეთილი შვილო. მოგვადგა გამოცდების კარზე უკვე და მაგიტომ მიიღე ტესტში 19 ქულა. ანასტასია მიპასუხე აბა მიდი შენ. 1327 წელს მას ინგლისმა დაიწყო. ძალიან კარგი. აბა ეხლა რომელს გახსოვთ საფრანგეთის რომელი მეფე გარდაიცვალა აი ამ ომის დაწყებამდე? ფილიპე მეოთხე ლამაზი მას. ძალიან იცი ახლა შევამაზი იყო თუ არა ეგ კაცი. კი შვილო ასე ქვია ფილიპე მეოთხე ლამაზი. ფილიპ quatrième le bel, ასე გამოითქმის ფრანგულად. კარგით აბა ხომ არ იცით ვინ არის ჟანა დარკი? აუ მას ჩემი მეზობელია მგონი ეგ ქალი. აი მე რა მეზობელი შვილო მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა ეგ ქალი. ანასტასია გისმენ. ჟანა დარკი გლეხის ქალი იყო მას, მაგის დამსახურებით მოიგო საფრანგეთმა ეს ომი. კი ბატონო და რა ბედი ეწია ჟანა დარკს? კოცონზე დაწვეს მას, ცეცხლი წაუკიდეს. აუ ჩემს სოფელში დაწვეს ეგრე კაცონზე ერთი კაცი, ძალიან საშინელება იყო. ვიღაცამ ყვავილები გამომიგზავნა. თაყვანის მცემელი წყოლია ქალბატონს. ვინ გამოგიგზავნა? ვიღაცამ მეთქი. ესე იგი მე თუნდაც არ ვიცი ვინ არის. ანასტასია მაგთა იგურში შოკოლადი არ დევს? შოკოლადი არა, მანქანის გასაღები დევს კიდე. თიკო სასწრაფო შეკრებაა ჩემთან სახლში. ნახევარსაათ ჩვენ უფრო ადრე რა როგორც გინდა. ანასტასია თიკო მოვიდა. მიდი შვილო შედი ოთახშია და ყავას აღარ გთავაზობ ეხლა თიკო აგენდომება და. აუ ვანათებს პროსტა. თიკო მოხვედი, გადაწიეფარდები. ანასტასია რა მოხდა? თეკლა გორგენძე და ლექსო შერიგდნენ ხო უეჭველი? არა, ვაფშე სხვა რაღაცა, მაგრამ ეგ თეორიაც განვიხილოთ მე. ნახე რა გამომიგზავნეს. ხადაო, ბეს ხო იცი რომელი ყვავილებიც არის, ლავ ჰეროა მაგათია. ვიცი ხო, ესეთი განათებული თაიგულები მარტო მაგათ აქვთ. მაგრამ აქ მარტო ისწერია მუდამ შენს გვერდით. აზერა ვერ მოიტანა. უეჭველი ის ტიპია გვერდზე კორპუსში რა ცხოვრობს, მაგის მოტანილი მგონია მეს. არა მგონია, მაგას ხლაპუშკა უფეთქ დაახარწეს ხელში და ვაფშე ხელები აღარა აქვს. ეგ ვერ მოიტანდა. ყოველ შემთხვევაში საკუთარი ხელით. ანასტასია იქნებ შეეშალეთ და შენი არ არის ეგ ყვავილები. ჩემი სახელია წედია ბარაცი. და შენ ვაფშე რა გაგვისმენ კარებთან? დროზე იხლა. მე რა სამბობ. მაშინ ის იქნება გოგო, მელოტი დატბრო გეპრანჭებოდა ხოლმე. აუ შენ ძალიან მაგრაღა დაუp ხო? არ არსებობს დაფარული ნომერი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, მიიღო ჩემი საჩუქარი. ესეც შურიძიება, ახალწელს რომ ესროლი აივნიდა ხლაპუშკა. კაცნი. აბანოში შევდივარ მე და თუ იმეს რამე გიდეთ მოითავეთ ბარემ. მე რო არ ამაწიოკოთ იქ. ხო, შენ ახლა მოინდომი აბანოში შესვლა. ლია რო უნდა გადმოვიდეს, მეთქი ყავას მოგვიდუღებს თქო. კი ბატონო. ინგა. აი მოვიდა ლია დეიდაც. შევედი მე აბანოში.
შობას გილოცავენ გაი პეროგი მოგიტანე. მეც გილოცავლია გაიხარე. შენ პეროგის გარეშე არ შემოხვიდე მოკლედ, ხო? გაიგონა პეროგი მორბის საშბატონი. აი. აუდია ვიღებ, ხელები დაბანილი მაქვს. რა დაბანილიო, მარიკო, ხალიჩაზე გორაობდი ეხლა. აიღე ხო? ბაქტერებიც საჭიროა ზოგჯერ კაცო. ჩემი შვილიც სულია ტაკიდან ჭამდა ხოლმე. ხო, ერთი ვის არ უჭამია. გოგო, რაღაცა ხმაური გამოდიოდა გუშინ შენგან, ჰა? კი წუხელის რო დავანთე ფანჯარასთან სანთელი დამავიწყდა. ცეცხლი წაეკიდა ფარდას და სულ დაიწვა. გადარჩენილ ხარ, გოგო? დედა. ყავას ხო დალევ? კი 2 პესოკი ჩამიყარე. აუდია კიდე შევჭამ. ოღონ შენ ჭამე შვილო და პის არ დავაკარებ მე. კაი მაშინ 2 წელს ავიღებ. აბა ეხლა მოუსვი აქედან. ჩემი შვილი ჩამოდის ხვალ 3 დღით. მე კიდე დამწვერი ფარდა უნდა დავაღვიძრო. არა უშავს ხო ახლა რას ეზავ კაცო. დაიცა რაღაცა წერენო მარკოს მშობლების ჩატში. გოგოებო საშობაოთ მასწავლებელს რა ვაჩუქოთ? ვერ არიან ესენი კარგად ხო იცი? გოგოებო მე მაქვს საჩუქრის იდეა. წელთაღრიცხვა დავიწყოთ თავიდან, წელთაღრიცხვა. დეგენერატები კაცო. აუჯი ჰარი პოტერის სკოლაში მაჭარე რა ძალიან მინდა. სად არის სკოლა ომარიკო? აქვე თუ გდანში და თემქაზე კი ბატონო. მარკეტილებში და საბორტყალოებზე მე ვერ ვივლი ნამდვილად. კი ინგა აქვეა ეგ სკოლა, დიდ ბრიტანეთში. აუ ჩოჩოქარი გავხდები და შელოცებს ვისწავლი. ვაიმე შელოცვაზე გამახსენდა ეხლა ჩვენ სოფელში იყო ხოლმე ერთი ქალი. ვიოლა ერქვა, მკითხაობდა ხოლმე და მთელი სოფლის გოგოები მაგით გათხოვდნენ. რომ მიხვიდოდი ასეთი სუფთა ხელის გული უნდა გეჩვერებინა და დაინახავდა საბედოს. რა ვიცი რაღა მემივედინა და ბინძური ხელებით. ომარიკო რამე შელოცვა არ იცი ინგას რო წიგნი გააგდებინო ხელიდან? საჭმელიც კი არ გაუკეთებია. ვაიმე მართლა რო ვერ გავაგდე ხელიდან ისე იკითხება რა. კაცო ქართველი ბიჭის წიგნია ეხლა დაწერა 22 წლის ბიჭმა. რა ქვია? დასაწყისის დასასრული ხო? დედა რეები ხდება. გასაგებია. ომარიკო დებილივით მივიქნევ მაგ ჯოხს. რამე უბედურებაში არ გაეხვი. ბეუშელოცვას რო ვისწავლი, მე ვოლდემორტს შევებრძოლები. არა დეგენერატი არ არის ეხლა ეს. ვის უნდა ეჭიდაო, ბიჭო, იქნება მოიტეხო რაღაცა. აუ შელოცვა როგორ არის? ბომბარდა. შტეფცელია ფეთქდა. ჩართე ეხლა იქ ფილმი ანასტასია დავიღალე კაცო. ინგა. მოდი ლია აქეთ ვართ. ინგა ნახე მოვიტანე ბატეტუბი. უი რა კაია ბატიბუტი თან შენი გაკეთებული გოგო. დიამ კინოსაწერია რომ საშინელებათა ჟანრიაო და რას ნიშნავს? რას ნიშნავს ომარიკო და აი ვაიმე მოკლეს ემილი. ვაიმე. კაი ინგა რა იყო ფილმია უბრალოდ. აი იმ კაცს რო უჭერავს ზუსტად ეგეთი დანაშა ერჭო ჩემ ქმარს ნაცნავში. დროული გახსენება იყო ძალიან. რა ხდება ეს ქალი ხო მოკლეს წეღან? რაინაღლება ამოვიდოდა საფლავიდან. ჭკუა დაუშლის თუ რა? დიამ კაცს რატო უნდა რომ ეს ბავშვი მოკლას? რატო ომარიკო და გაკვეთილებს არ სწავლობდა და დედას აბრაზებდა. მოიცადე დაიძაბა სიტუაცია. აუ ნაჯახი ჩაარტყა პროსტა. ვაიმე რა არის ეს რა ფილმი ჩართე ანასტასია? ტიტანიკის ყურება მინდოდა კაცო მეთქი 1 ორს ვიტირებ თქო. ვიტირე მერე. რაც მე დავთვალე 12 ადამიანი მოკვდა უკვე ამ ფილმში. ემილიც მოკლეს უკვე და. იმას გახედეთ რა მეცადინეობა რო დაიწყო. ვაიმე ემილი. ემილიც ცოცხალია. ლია და დარწმუნებული ხართ რომ გარდაიცვალა თქვენი ქმარი? უკვე ახარაფერი ვიცი. მამუკა რა მოგიყვანა გეკითხები? რა იყო ბავშვების სანახავად მოვედი რა? დაგაგვიანდა ცოტა 9 წელი. სად იყავი აქამდე გეკითხები? თუ საცივის ჭამა მოგინდა და მაგიტომ მოხვედი ეხლა. რასად ვიყავი მეც ხო უნდა გამიგოა რა? აიმე, გაგიგო კი არა. ამ პისტოლეტს ხო ხედავ. აქ აღარ დაგინახო მოსული, თორე ტყვია იქ მოგხვდება. რის დამსახურებთაც ახლა 2 შვილი მყავს მე სახლში. დროზე. ინ გამომიდა შვილო მეკლე, ვინ იყო? მე რა ვიცი ვიღაც დეგენერატი იყო.
მოვა კაცო მეკულეც დაველოდოთ. აუ დი რა მაგარი ხლაპუშკა იყო იცი? მაგრამ ანასტასიამ ბესეთკას დაუმიზნე და იქ ესროლა. თეკლა გურგენიძე იდგა ქვემოთ და ამ შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ინგა გამოიტანე მიდის გადამალული გოზი ნაყირო გაქვს. ჩემ გაკეთებული წრუ არ მაჭამე. აბა მიირთვით. ომარიკო შოკოლადის 3-ზე მეტი არ შეჭამო. თორე შარშანდელებით ორდღიანი გულისრება გამოწერილი გაქვს იცოდე. გვიანია უკვე მეშვიდეს ჭამს. თეკლამ ჩამიგდო ვოისი. დავინახე ქალბატონი რა შემესროლა აიუნიდან. შურის ძიებას ელოდე. აბა მოდით ახლა სუფრასთან და მოვა მეკულეც. აი მეკულეა. აბა მოვიდა. ვაიმე ნუნუ, ისო ნუნუ მოვიდა ხალხო. მოდი გენაცვალე, გაიხარე მეც გილოცა მრავალს დაესწარი. აი დედა ჩემიც არის ჩამოსული. მოდი. აი მე რას დავეძებ, ისე უმარცხენა ფეხი აქვს დასიებული. დი ახალი წელი მოვიდა, გავისროლოთ ხლაპუშკა. აი 2 წუთი სომარიკო და გავისროლოთ კი. აბა მანამდე სადღე გძელო, ანასტასია გითხარი რამე. ალა ვერ ჩვენთან ვარ ჩემოინგა. წარმატების მომტანი წელი ყოფილი იყოს და გამოცდები ჩავაბორო ზაფხულში. ნამდვილად და მასწავლებლებში გადახდილი ფული ქარს არ წაეღოს. გაგვიმარჯოს. შეიძლება მე ვეღარ მოვესწრო მომდევნო ახალ წელს, მაგრამ თქვენ მე ყველა ჩვიო ჩამოთანავთ. ბებო, ეგრე ამბობდი შენ შარშანა, შეიძლება ვეღარ მოვესწრო, მაგრამ კი ხარაგერ. დამაყვედრეთ ციცოცხლე, ხო, დამაყვედრეთ. მოხუცქავს. მეკლევინ იქნება ნეტა წელს. ძალიან საინტერესოა. წასვინ მოვა არ ვიცი, მაგრამ შაშარო პირდაღებული დავჭიეთ ნამდვილად მახსოვს. ნუნუ რო იყო კაცო მოსული, ნუნუ, ცალით რკმელი რო აქ. რო კითხო ვერ დადის და მეოთხე სართულზე ფეხით იყო ამოსული მეკვლეთ. რა გინდა მე მშვენიერი ფეხი ქონდა, ყველანი ცოცხლები ვართ. ხო ახლა კიდე კაი მეკლე როცა ხარ მარჯვენა ფეხით უნდა შემოხვიდე თორე, მაგას ის მარცხენა ფეხი სულ დასიებული აქვს. აუ ჯე, როდის გავისროლოთ ხლაპუშკა? მიდი ხო გაისროლე, გადი აივანზე. ანასტასია გაყევი რა კიდე მოპირდაპირ კორპუსის ბინაში არ შეაგდოს კაცო. ციხეს გადავჭით მაშინ. დედა რა ღვინო არის ესა ინგა მესამე ჩემ დივარ უკვე ტუმალებში. გააღემიძი მე მგონი მოვიდა მეკუნე. დედა შედი კაცო რა იყო, ფასიანი კი არ არის ეგ ტუალეტი. მამუკა? რუსული ლაპარაკი რატომ ისმის? რუსეთის პირველ ნახს უსმენ საინფორმაციოს გაჩვენდი. საინფორმაციო თუ გინდა მან რატო უყურებ? ტყუილებს რო იძახიან. არაფერი ტყუილი არ არის, უკრაინაში ომი არ არის, მაგერ იძახიან. ქართულ ტელევიზიები იგონებენ რაღაცებს. აუ ტვინში ცეცხლი ჩამექცევა ეხლა. ინგა გამოურთე რა ტელევიზორი. კაი დედა მართა რაღაცა მარაზმს უყურებ რა, რამე სხვა ჩართე კაცო გასართობი. გასართობიან პატრიოტული. ძალიანაც პატრიოტულია, რასაც უყურებ. მომასწრინეთ ახლა იცოდე. რუსულ არხებს უყურებ და რანაირი პატრიოტი ხარ ნეტა? ხო, აბა შენ ხარ პატრიოტი, კებს რა აღლაჭუნებ 24 საათი. დიახ გახლავართ. გუშინ მე თვითონ და თეკლა მოკრივეთ პარკში ტურისტების დაყრილი ნაგავი. თეკლას ყველაზე ცუდი შეხვდა სხვათა შორის. ძაღლის გურგლები. ეგ თეკლა ძალიან მაგარი გყავთ რა. დი, მე შეიძლება ვიყო პატრიოტი? შეიძლება კი არა უნდა იყო, მარიკო, რას ქვია? ყველანი უნდა ვიყოთ. დიახ, ანუ გაითიშება, ხო? კარგით, მადლობა. ინგა გაითიშო შენ რუსული არხები აღარ აჩვენებს. ვაიმე რას ამბობ, დედა როგორ მეწყინა, არა უშავს ხო ხდება ხოლმე რას ვიზავთ. რას უყურო ეხლა რა არის ესა? სოფლის მეურნეობის არხი. უი ძროხებზე გადაცემა გაჩვენეთ ესეც მაინტერესებს. ძროხები? აუ კაკაო მომინდა პროსტა. ბებო დალევ შენც. ინგა ორი კაკაო თუ შეიძლება გეთაყვა. ტილები მყავს მე მგონი. გამარჯობა ინგა დეიდა, რავი თავად ხო ხართ კარგად. ყოველი ლექსის სწავლის დროს კუჭი ეშლება ნერვიულობით. აბა ეხლა მეორე სტროფი ვნახოთ. ჩხა ჯაგანი აკიდო ზვრებში ბავშვებს ელიან. გაი მეორე მიდი აბა.
ეხლა ცოცხლად შეგაჭმევ მაგ თავს. მეც ბრიან წინდებს მოგიტან ეხლა, შენ იქ პარაცეტამოლი დალია მანდამდე. მანდამდე. შებული იყო. კუჭი მტკივა და მიბუყბუყებს. შემომხედე ეხლა თვალებში აუ დაილეცა ყველაფერი. დედა ეს გრაგნილი რამ დაგაწერიდო, მარიკო? თოვლის პაპაა ეს, ის კი არა. რა ქვია, მილიონერი. მე რა იყო შვილოს, მე არ გაქვს საერთოდ. გაიმეორე მიდი. დო რე მი. დაგვეხსნა ოპერა და მოგვესმინა ოპერისთვის. მეც ახლა ვერ ვიმღერებ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ნოტებია. ამიტომ დღეს მაგაკვეთილს გადა. მანქანება ტვინი შეჭამეს. თოვლის პაპას წერილი დავუწერე. დედა ეს გრაგნილი რამ დაგაწერინაო, მარიკო? თოვლის პაპაა ეს, მილიონერი კი არა, კაცო. 300 ლარი აქვს პენსი. წერილია. ფული თუ არ იყოფა კიდე დაალომბარდოს თავისი მარხილი. თოვლის პაპას დაელაპარაკები, უთხარი რომ პირველი საჩუქარი მინდა, ყველაზე მეტად 23 და 77. რო კითხო მათემატიკას ვერ სწავლობს და კი ჩამოუწერია 84 საჩუქარი, ლეპტოპი. აი მეც კი მინდა ისე რა ხარნია. ინგა როდის ველოდები თოვლის პაპას დასავლეთ საქართველოსთან. არ ვიცი დაურეკავ საღამოს და მეტყვის ალბათ. ომარიკო მიდი რესტურანტის ქაღალდი გაიტანე იქ, რო არ დაიწყოთ მე ყვირილი გამოილიაო. თიკო ხო გავდივარ დღეს ნაძვის ხეზე. იმზათვალ უკვე და როცა გინდათ გამომიარეთ. აუ მეც წამიყვანე რა ნაძვის ხეზე. ვერცად ვერ წაგიყვან. ინგა იცით იქომ თავის შეყვარებული უნდა გამაცნოს დღეს. Facebook-ზე ვნახე მაგ ბიჭის ფოტოები და მშვენიერი ტიპია. თან მუშაობს, თან სწავლობს. 20 წლის არის. იყავი ომარიკო შენ სახლში. ლია დეიდა უნდა გამოვიდეს და ასე თქვა პეროგი უნდა გამოვუტანო. всё, წავედი მე გავდივარ და მანქანით მომიყვანენ მე თიკო და ის ბიჭი. ხო სხვადასხვა იმ ბიჭს მანქანაც ყავს. წადი ხო? დედო ცოდნია ყველაფერი და რაღა უნდა გაიცნოს ნეტა. ომარიკო სად ხარ? ტუალეტში. სანამ ეს გამოვაგემოვასწრებ. ხო დედა როგორ ახარა ბარაშვები? რა ვიცი აბა ნელა. როდის ჩამოდიხარ შენ სოფლიდან? საჩუქრების სია ხო ნახე. რა ვქნა კაცობდო ჩამოწერა ბავშვმა და იმას ხვავრეთ ხო ხა თოვლის პაპა არ არსებობს მეთქი ხო? თეკლა გურგენი ჯერო კი ბებიდან დაგურებულა, გაიგე? იმ ახალმა ფეხსაცმელებმა უმტყუნა. ანასტასია რას ლაპარაკობ მაგდენს გოგო? გადადე ახლა იქ ტელეფონი რაც გითხარი გააკეთე. რა უნდა გავაკეთო? შეხედე რა. გოგო არ გითხარი წეღან? ლობიო უნდა გაარჩიო და დაადგა მოსახარშად. მე საყიდლებზე მივიდივარ და მალე მოვალ. ჭკვენად იყავით. ანასტასია იცი დღეს ბავშვებმა უნდა ვიქეიფოთ ეზოში. ყველამ უნდა გამოვიტანოთ ლობიანები და წვენები. ბესედკაში არ შეხვიდით. მან ჩვენ უნდა ჩაუწყდეთ და მაინც გამოგვყრით. შაშენ ცუდად რო გახდი მაინც გახსოვს? მახსოვს კი, ეგ ფოტო გამომიგზავნა ეხა თიკომაც. თვრალი რო ვარ და სტოლბაზე შემოხვეული. სად ნახე გოგო ეს ფოტო? იმენ არქივში მუშაობ, ხო? კიცი ტელეფონზე დაიწყო ლაპარაკი. ჩუმად იყავი რა მულტფილმს უყურებ. არა თიკო, ეგ თეკლა გურგენიძის მეექვსე შეყვარებულია. რომელი და მხატვარი? საფლავის ქვებზე რო ხატავდა. აი მე ისეთი ცომი გამომივიდა, რომ გამოსაცხობად დაგენანება ადამიანს რა ოქროსავით არის. ანასტასია მოიშვი ახლა მაგ ტელეფონზე გამომიტანი მიდი ისლობიო. დავიწყო გამოცხობა კაცო. ხო გამზადე. აუ დამოვიწყდა პროსტა. თიკო მაგ ბიჭის ნომერი გამირკვიე. როგორც ვატყობ ერთ საფლავის ხო ჩემთვისაც დაბჭირდება ამ საღამოს. აუ ძალიან მაგარი რაღაცა მოვიტანე პროსტა. სად იყავი გოგო გული რო გაქამოვარდნელი? ვეღარ სუნთქავს კაცო. ნახე რა მაგარი ნაძვის ხე დავითრიე. კურიერმა მოვიტანა და გამოვართვი. საქართველოსში წარმოებული და ხელნაკეთია თან. აუ რა მაგარია. ჩემ ოთახში დავდგა შეიძლება? შენ ოთახში კი არა ბიჭო დავდგავ თაგერს ალაში. დედა. ერთი კვირა გიხოცები ნაძვის ხე დავდგათ მეთქი. ხო არ გინდოდა? ხო და დავიდგავ ამას ჩემ ოთახში. როგორ არ მინდოდა, მაგრამ ის ძალიან ძღონკი ნაძვის ხეა, კენაცვალე.
ეს კიდე ნახე რა ლამაზია. ტყუილად ეფერები, ჩემო თახში ვდგავ. ომარიკო შენ კიდე ძველი ახალწელს დაგიდგავ, კაი? აუ კი ძალიან მაგარია. ომარიკო მიდი აბა შეერთე გავტესტოთ. თან 16 ფერში ანათებს, იცი? თავისი პუნქტი აქვს. შეგიძლია რომ 10 მციმო. აუ ძალიან მაგარია პროსტა. ჩემ მეგობრებს არავის არ ექნება ესეთი ნაძვისხე. იყიდონ მე მეხوار უშლი. Instagram და Facebook გვერდებია, მიწერენ და არჩევენ როგორცაც უნდათ. მიუტანს მე კურიერის სახში. ანასტასია, ესე იგი არ დგავ ხო მაგას სალაში. კი ბატონო, გამოვიტან მაშინ მე იმ ძველს. ტრიანს მძიმე როა და 3 საათი რომ უნდა აწყობას. ინგა ორი მე ვიცით რომ ეგ ნიანგის სრემლებია. ვაიმე თუ არ დადგავ ერთი შენი ჭირი მე რა. ანასტასია, ვიდაუცინია. ამას მე წავიღე მაშინ. თითილია გინთო, გამოგიჭიდი. დედა მზია თქვენთანაც არ არის ბავშვი. კაი ხო. დედა რა გავაკეთო აორთქლდა ბავშვი, ჰა? ინგა, აბა მოდი ხა თამიხენ შეიყვანე ცოტა. ცოტა თამიხენ შეიყვანე იცოდე. ბავშვი გამოჩდება. ამ ხანა სოფელი არის, მივდგებით რაღაცა იქნება, ხო? გაჩერდი. კაი დედა რა გეხოცები დილით უგზო-უკლოდ გავიდა ბავშვი გარეთ რა. მილიციაში უნდა დავვრეკო. დე მოვედი სახში. დედა სლავა ბოგუ. თეადეიდამ გააკეთა ლობიანები, ლაშას დედამ და მედალეონიკო დაგპატიჟა. იცი რა გემრიელი იყო? უცელი მტკივა იმდენი უჭამენ. ეხლა შევძანდები ოთახში და 3 დღე ცხვის არ გამოყოფ მანდედან. დამაშნი არასდი გაქვს. всё. ჩამშხამდა ლობიანები რა. ინგა და გასაუბრებაზე მივდივართ მე და ანასტასია და დაახლოებით 1 საათში ისე უკან მოვალთ, კაი? დავაი, აბა თქვენ იცით უსპეხი. ანასტასია, სპაიდერმენსაც ამაშოს ხომ მიყიდი? დამპალობა. მოკლედ მე ვარ ანასტასია, 18 წლის ვარ და სამუშაო გამოცდილება არ მაქვს ვაფშე. მე ვარ თიკა აბჟანდაძე, მარკეტში მუშაობდი და აწონვების სექცია მეპარა. და ეხლა რავი მე და ანასტასიას თუ გვექნება რაიმე საერთო სამსახური, აი ძალიან გაასწორებს ჩვენი დაკალობის პონჩი რა. ისე ნებისმიერ თქვენგან შეუძლია Instagram-ზე მომწეროს ამ ვაკანსიის შესახებ. მოვედი ორივე აგვიყვანეს მენეჯერებად, მეც და თიკაც. წავით ჩემ ოთახში. ანასტასია მიყიდე რა სპაიდერმენის სათამაშო? დე, ამ ჩვენებში ხმავის მიეცი, აი დღეს ყველა მაგაზე ლაპარაკობდა სკოლაში. ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოს. რაში გაინტერესებს? არაფერი და თუ ნამითხრა რომ დედაჩემი ვისკენაც იყო იმან გაიმარჯვა. ეგ არ ვიცი, მაგრამ რეზოს რომ ისცა ფაქტია. გამარჯობა ქეთნოდეიტა, ეს რაღაც ლოხუმი გამომატანა დედამ და თუნასთან უყვარსო და ой, რეზოძე მართლა გაიმარჯვა? მადლობა მედიკო, რა მეკითხები? დედაჩემს ვკითხე არჩევნებში ხმავის მიეცი მეთქი და ჩემი არ ვიცი, მაგრამ ქეთნოდეიტამ რეზოძიას მისცავა. ხო და რენახავთ მიულოცეთ. კარგი კაცია. მივულოცავ კი. მივულოცავ. ომანი კონდომენ შოკოლადე ავიღო. ემენდემსი თუ კიტკეტი. რომელიც გინდა აიღე. დედა მომცა 6 ფული და გიყიდი. დედაჩემმა თქვა ბევრი შოკოლადები მუცენში ჭიებს აჩენსო. ერთხელ იცელა მიმართა, ბევრი კოწახურის კანფეტები უჭამე და აქ ჭიამ გამომიხრა კბილი. გაშავებული იყო. მაიტა გავატაროთ ახლა. 3.60 საარი იყო ეს? კი, მე ვყიდულობ. აიღეთ. წამოდი. ბავშვებო, მოხვალ დღესა კიდე? დავკეტო მაღაზია. ამა ფული გამოგვენია. დედა რა ყაირათიანი თაობა არის. სალარო თავისუფალია. აუ ბავშვებო, მოდი ბრძოლობანა ვითამაშოთ რა. კაი ხო, ოღონდ მე მეომარი ვიქნები. ხო, კაი და სალომე შენი ყავი კარალევა და რაღაცები გვიბრძანე ხოლმე. კაი ხო, მაგრამ გვირგვინი რო არა მაქვს. ბავშვებო, ხვეწთ ახლა იგრათ, სალიანკა გავაკეთე და გაჭამოთ. პაიჯამ. დედაჩემა ამას წინ მანგოს კრემსუპი გააკეთა, ქოქოსით. ხო, ამათ კიდე ჩემებს ისე უყვართ სალიანკა, რომ ვერ ელებიან. აუ, არა და საერთოდ არ მიყვარს. იტყუილება. ბოლომდე შეჭამთ მაგას სულ. თორე გავბრაზდები. ომალენკო, ამ კაცია, ინგადეიდა ხო? ხო.
აპასნი ქალია. ბავშვებო, შემოდით კლასში, დაიწყო გაკვეთილი. აუ, ცოტნე რა ნუბი ხარ. წაიქცა მას. ვაიმე, ნუბი რა სიტყვაა, შვილო, ქართულის გაკვეთილია და ვსაუბრობთ მხოლოდ გამართული ქართულით. თქვით სულელი, ქარაფშუტა, ჩათლა. დავიწყოთ რა. მას ასაკითხი გქონდა მოთხრობა დავიწყებ. კი, აბზაცებად უნდა წავიკითხოთ, ომარიკო დაიწყე. ერთ სოფელში, რომელიც უდაბურ ტყეში მდებარეობდა, ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად დავითი. დღეს რაზე ვინადირო, თქვა დავითმა. ხო, ეხლა მანდ ერთი დეტალი არის. დავითმა არა, დავითიმ. წიგნში შეცდომა არის და ჩავასწოროთ სულ ყველამ. ნახეთ თვითონ აი ბრუნვაშიც როგორ არის დავითი, დავითიმ. ხედავთ? მას გავაგრძელებ. დავითი ნადირობაზე ფიქრში გაერთო. თან ძალიან შიოდა, ამიტომ მაცივრიდან ნეხვი გამოიღო და ჭამას შეუდგა. ვაიმე, ცოტა დაკვირვებით რა. ეგ წერია კაცო მან. ძეხვი. ნეხვი ხოზდელობა სიტყვა ამას. ხო, არ არის აუცილებელი რომ ითქვას რა. გავაგრძელოთ რა, ანა მარია გააგრძელე. ისევ მე მას. ამ დროს კარზე ძვინვარე ბრახუნი გაისმა. თითქოს ვიღაცა კარის შემოტეხვას ლამობსო, მაგრამ კარი არ გატყდა. ძალიან კარგი. აბა ეხლა ვინ მეტყვის? რა იგულისხმა ავტორმა სახლის კარში? რისი თქმა სურდა ამით? აბა? მას. იმის თქმა სურდა, რომ სახლში ქურდები რო იჭრებიან, თუ კარებს კარგად ჩაუკეტავთ, ვერ შემოვლენ. არა. კარებში ავტორმა იგულისხმა საქართველო. ხოლო ადამიანში, რომელიც აი ამ კარებზე შეჯგურებოდა, ტერი. კარი ვერ შემოიმტვრა, ისევე როგორც საქართველო გადაურჩა ამდენ ტერს. მას რობაქიძე ნეხვს მეძახის. ნეხვი არ დამეძახია მას, ძეხვი დაუძახე. რობაქიძე დასტოვე კლასი. მას დასტოვე კლასია თუ დატოვე კლასი? ომარიკო მიყევი? მე რა გავქნაწნება ამივარ და მგონი, სტოსე რო გძივინოს და დედა მაღალია. ადაკი წამალი და ლიემიდი, გაინძარი. აფთიაშკა შტემს მანდა. ეხლა რო წამოვდგე. ადგილზე დავამთავრებ სიცოცხლეს. აუ ბებო, დედა მოკვდება? რა მოკლათ შენო ქონდა რკინას სავითარი ოღონდაც. ადაკი დარეკეთ მიდი, კიდევ მოგვეშვენონ. ვა, მიხვედით ხა მაგდესკნამდე. მე დავრეკავ. მოგესალმებით. For English, press 1. Для русского языка нажмите 2. გამარჯობა, დამგზელავები უროცხონდე გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? გჭირდებით. ომარიკო, ეხა შევდივარ მე Teams-ში მშობათაგრებაზე. ნიდაებო გრამე ცუდი მითხრა ნიცოდე. არ გეტყვიან არაფერს. აბა შემოხვედით მშობლებო ყველა. თუ ამოვიკითხო აქაცია. არა, აქ ვართ ნატო მასწავლებელო ყველანი. ზოგი ზედმეტიც კია. ძალიან კარგი. რატო შეკრიბეთ ახლა? ბავშვებს აქვთ აკლებული Teams-ში ჩათები, აი ეგრე მთელი გაკვეთილები რაღაცებსაც წერენ, ჩათაობენ, გაკვეთილსა კიდე რა ვიცი უსმენს თუ არა ვინმე ხუიბუზნაეთ. ნატო მასწავლებელო, მარტო იმათი მშობლები რო შემოგიყვანათ ვისი ბავშვი ცუდად იქცევა. აბა უყურე ახლა. სხვათა შორის თქვენი დათუნა იყო იმ დროს რო აღიარა ინგლისურზე რო ის დავალება დედაჩემმა დაუწერა ომარიკოსო და რაც იმ დავალებაში ეწერა კიდე იმის თქმას ახლა მე აქ არ ვიკადრებ. ვიღაცებს ნამუსი და ფარდა ერთდროულად აეხადათ გოგოებო. შეიძლება ეგრეც ითქვას ინგე ჩემო კარგო. აბა ბავშვებო დაეწყეთ რიადში. წელში გასწორდი. რას? ანკალთანა ვიცი ყო ახლა? დღეს არა ომარიკო, მარტო მონაცემებს ჩაიწერენ. მონაცემებს? გამარჯობათ ქალბატონო ლადია, ბავშვი მოვიყვანე, რომ ჩავიწერო თქვენთან პირველ კურსზე. ხო. კარგით, ბავშვის მონაცემები შევიტანოთ მაშინ. ესე იგი, ბავშვი დაბადებულია 2013 წელს, სოფელი ღვანგითი. დედა, ესეც უცხარი მასწავლებელს ქეთნოდეიდა მითხრა, დედა შენმა რამაზიძიას მისცავო და ის ჩაეწერნი იქ მონაცემებში. 3x6 16, 3x7 17. აუ ჩამოიღო კარები ვიღაცამ რა. ხოდა გავიღენე. გიგენდით. ანასტასია მე ვარ. ომარიკო ნახე პარკში უბილენი პეჩინე გიყიდე შე რო გიყვარს. ჩიკო რა ხარ?
დავად გაყავა. აი მე გოგოდავლია უკვე 4 ჯიქარა იყო, არ მიცნობ. ეშვი არ წავიდეთ ჩვენ. აუ საწამოვიდე ღადაო, ფინგან დამიტოვა ჩემი ძამა. აუ ტეხავს, მე რო დავებაზრო. ომარიკო, მე და შენ და რო ჩავიდეთ ეხა ქვემოთ, ბესიდკაში. ჭკვიანად ხო იქნები. წადით ხო, მე ვიცი. ნახე ამ გარს სიმღერა ვისწავლე. გოგოა გოში პიეშკიმნედა. ხო მაგარია? კარგია კი. აუ მაგრამ რეალის ტიპი. შენ რა არის ქალბატონო? მაგარი მღერა ძალიან. აუ ისე მაგარი სერიალი იყო? გეტყვი თუ გინდა და უყურე. ხო, აი თუ შენ სერიალებს უყურებ, ა? ანასტასია, გაუდგები ახლა იცოდე მადამ ბოვარის ქსეს. აუ იმინეში მithია. მე დედას მაღაზიაში მივყავარ გუელო. იმის იგი წესულ ხარ. ბლეყვი ბავშვი. ომარიკო, ესე იგი ახლა უცბად მივდივართ ყიდულობთ იგრუშკებს, ხლაპუშკებს, წვიმებს და მე მივდივართ ვაგზალზე მზიებება მოდის და უნდა დავხვდეთ. უკაცრავად ეს ბარხატის სათამაშოები რა ღირს? 2 ლარი ქალბატონო. უი როგორ გაძვირებულა. ჯეჯა ეს რო ვიყიდოთ. ომარიკო მაგხლა ნაძვის ხეს სულ გვაქვს ჩვენ. ხო. ნახوارდის პისოკი. ბარხატის იგრუშკები ვიყიდეს, ნეკურაჭკას სათვალეები ვიყიდეს, ეს. დაგვრჩა ვაგზალი. ინგა ჩემი გოგო გენაცვალე მარტო რომასულ ხარ. აი მე ბავშვი. აი მე ომარიკო რო ამოვა, ისე უნდა დავსაჯო რო არავინ დასჯილა ბოლო კვარტალში რა. მოვედი. სად იყავი ვაჟბატონო? ეზოში ვიყავი, დამლახჭოს თამაშობდით ბავშვები. მოდი, შემოდი ზალაში. ვიღაცის დაკოები აეწვება. უგზნობ. ჰე, აბა იმართლე თავი, სანამ დროა. აუ, დათუნამდე ბავშვებმა დამიძახეს და მაგიტო ჩავედი რა იყო? კიდე გონორზე რო ვარ, რას ქვია რა იყო, რატო ჩახვედი და უკითხავად? სახში არავინ იყო და რა მექნა აბა? როგორ არავინ იყო, შენდასთან დაგტოვე. სად ბზანდებოდი ანასტასია? აუ, პისტეც. დეციმში შეძვერ და რაღაცები მიგანახე რა მერე. აბას დრასტი ბავშვებო, მოკლედ დავიწყოთ დღევანდელი გამოკითხვა. კითხვებს დაგისვამთ და მიპასუხებთ და ეგრე რიგრიგობით. ომარიკო, აბა რო გაიზრდები რა უნდა გამოხვიდე? დოცენტი უნდა გამოვიდეო უთხარი კოდე ბაბა იყო დოცენტი. განათლოს უფალმა. მე უნდა გამოვიდე პროცენტი. უიმე, რა პროცენტი ომარიკო, აბა რეებს ამბობ ახლა. არასწორია დედა. არასწორი გზიდან რამდენი დაუყენებია სწორ გზაზე ბაბა შენს ნეტაიცოდე. ომარიკო, ისევ მოუმზადებელი მოხვედი შვილა და დაგიწერ მეც ისევ ორიანს. აბა საორიანი კაცი იყო ცხონებული. აუ ისევ ორიანი მივიღერა. აუ რა შტერი ქალია რა. ომარიკო, ზრდილობა, ანჭრილობა. აუ სახალწო ზეიმზე ბალახის როლი მომცა მასწავლებელმა. რა თქვი? აუ პრიკოლია პროსტა. რა იყო მეტი ვერაფერი გაიმეტა, რაც მე მაღაზე მაგ პატევი ნაცემი. სუჩკას ვანიტა. ხო, ინგა კითინოვარ, ვაიმე ისეთი გახარებულები ვართ, მთავარი როლი მოგცეს და დათუნა იქნება კომბლე. ესე იგი ძალიან სწორად განაწილებულა როლები. ხო, აი არ ვიცი, არ ჩვენ არ ველოდით და ესე მოულო. ესე იგი ამის ეზარები თუ მომიღებს მე ბოლოს რა თორე სხვა არაფერი. ომარიკო, მოდი ახლა დავიწყოთ რეპეტიცია ბალახზე. კი გავერთობი ისე. ვასო შარვალი ჩახადეს, ანასტასია. რა მოხდა ბა ვინ ჩახადა შარვალი? ვინ და აი ბიჭო მაიცით რო დგას. თქლა დაიმახსოვრე ის ბიჭის სახეზე. ძალიან მითხო მაგას მეცნო მასწავლე რა 4 ფოტო გადაუგროვე ყველა მხრიდან. ვასო როგორ ჩაგხადა შარვალი?
მე რა ვიცი, აბა თვალდახუჭული რამდენი ხანი გაძლეფო და რო დავხუჭე ჩამხადა. წადი მიდი ბესეთკაში დასხედით თქვენ და თიკო რომ მოაქეთ გამოუშვით. და მეხმარეძალა არ გვაწყენს. всё ყველაფერი გავარკვია უკვე ამ ბიჭზე. ნინი ყიფშიც ყოფილია. ერთი წლის წინ დაშორდნენ. ნინი ახლა ესპანეთში ცხოვრობს და მას კიდე ახალი შეყვარებული ყავს საბურთალოზე. ცნობათა ბიურო ხარ იმინა. შენ შეხადე წეღანი იმ ბავშვ შარვალი. ვა საქმის გასარჩევად მოვედით გოგოებო. საქმის გასარჩევად კი არა, ისეთი რაღაცები გავარკვია შენზე 15 წუთში. ლოცვა უნდა გქონდეს უკვე დაწყებული რომ Facebook-ში არ დაკიდო. ვა რა ხობა მაინც რა გაიგი. თინა თიმბერიძე, ეკა სალოქვაძე და ნადია დუბრინოვა. გეცნობა ხო ალბათ ეს სახელები და გვარები? ვახჩი. პოლიციიდან ხარ თუ? არა, გადანის მესამედან. ეხლა წახვალ და იმ ბავშვებს უყიდი სნიკერსებს და M&M's-ებს და კიდე 2 ლუთს. თეკლა ხუთალიუ. დროზე. ბიჭო 10 ვაშლი ქონდა ანას 10 ვაშლი. როგორ გიჭირს მარიკო ეს მათემატიკა რა უბედურებაა კაცო. აჰა, წვიმაც დაიწყო უკვე. ხო, მათემატიკა ძალიან მიჭირს. სულ ვარ დავწეროთ. აბა დაჯექი ახლა მანდ. დედო, რა თხელი რვეული გაქვს მარიკო რა არის ეს? 48 გვერდიანი იყო ეს, მაგრამ რო ვხევთ ხოლმე 14-ია მარტო დარჩენილი. აჰა, ეგეც აყიდელი გამიხდა ესე იგი. რა ვწერთ აბა გამახსენე? რას და ანის ქონდა 7 ვაშლი. 7 კი არა, 10 ვაშლი ქონდა, ბიჭო, 10 ვაშლი. აი მე დამებნელდა თვალებში. ანასტასია მოდი ცოტა ხანი დააწერინე რა. აბა მოვიდა პროფესიონალი, რა უნდა დავწეროთ? აი ეს ანას აქვს 10 ვაშლი, სოფიკოს კი 80. რატო? აჰა, გასაგებია. ლოგიკა უნდა მაგას უეჭველი. დაწერე, სოფიკო გორელია. გორელია. კაი, ახლა ეს. გიორგის 12 რვეული აქვს. რამდენჯერ მეტი რვეული აქვს ლაშას, თუ მას 48 რვეული აქვს. რანაირად წერია? კი, ნამდვილად ცუდად წერია, შემდეგი. აუთიკური ყავს. ინგა მოდი რა ჩამინაცვლი. ამას ოღონდ ტელეფონი არ გააგდებინო ხელიდან. წაიკითხე მიდი რა არის შემდეგი. გელამ 50 ვაშლის ხე დარგო. დიმიტრიმ მასზე 20-ით მეტი, ხოლო ვაჟამ ორივეზე 10-ით მეტი. სულ რამდენი ვაშლის ხე დაურგავთ? მაჩვენ ერთი. დედა, გორელები ხო არ არიან კაცო ესენი? კი, ქართული შემაჯამებელში ერთი ქულა მივიღე. რაიმე, რა ერთი ქულა, მარიკო, რა დაწერე ეგეთი? შემოუწერეთ და მასწავლებელმა საერთოდ არ ქონდა გააზრებულიო. აცენილი იყავი ყველაფერსო. დედა ჩემი არა ალაპარაკო, თორე ვის რაც და თავის დროზე გაიგებო ასე უთხარი. დედაებს ლაპარაკო, არაფერი არ უთხრა კაცო. ისე რომ იცოდეთ ერთიანებს ბოლო დონის მოსწავლეებიც აღარ იღებენ. ხო, ახლა მარიკოს არ აქვს ჰუმანიტარული ტვინი, უფრო ტექნიკური. ხო, აშკარად ტექნიკური ტვინი აქვს, ბუდღნის მათემატიკას. რაიმე მომიტანე ერთი მარიკო ეს შენი რვეული, რა დაწერე, აბა ვნახოთ. აჰა, თემა გავაკეთოთ სიკეთე. ამას რა დაუწერია? თუ სიკეთეს არ გავაკეთებთ, მოვკვდებით. რა იყოთ? სოფელში რო ცხოვრობდა რობერტიძია და თავის სახლის წინ თამაშს გვიშლი და ხომ მოკვდა. მე ეგ მაგის გამო კი არ მომკვდა რა, მარიკო, პრობლემები ქონდა კაცო ჯანმრთელობის. ოდი ალესე იყო. მაგლუგი კი кайხნის წინ გარდავიცვლებოდი. მარიკო, შენ კიდე დასჯილი ხარ დღეს, შეხვალ შევთახში და ცხვირს არ გამოყოფ მანდედან. იღებს ბიჭი ერთიანებს. ვეხლა შენც არ აკეთებ სიკეთეს. მართალია, ინგა ხო იცი რა მოყვება მაგას. აბა ეხლა ორივე თქვენ ოთახებში? რეებს ამბობენ და იჯერებენ რა. რაიმე ეს კროსვორდი გამაკეთებინეთ რა, გავიჭედე კაცო. აუ ძალიან მაგრამ მივაცება კროსვორდები. მიდი აბა გამოუშვი. ადამიანის ნაწილი კლასოზე. მაგრამ ამას არ შეძერდნენ. ყანყრეტო? არა, ეგ არ ჯდება. დედა, ყრიმალები. აჰა, ჩაჯდა. ეხლა შემდეგი, ნამცხვარი ზლასოზე. კი, ნამცხვარი უნდა გამოაცხო? რა ნამცხვარი, მარკო, კროსვორდს ვავსებ. ზებრა?
აჰა, ჩაჯდა. მაგრამ ეხლა კაცის სახელი უზანგი გამომივიდა. მან ეხება 1-2 გავაკეთო. ინ გაჭერის ქალაქში ქობუდეთი რატო გიწერია? იმიტომ რომ გვერდზე კითხვაზე მან დუნდა კაცო პირველ ასოში დუბლიონკა ზამთრის ჩასაცმელი. მანახე ხორის საჭმელი. კატო იქნება მან სკოლაში ვისწავლეთ. უასა ღოლომალიკო. მაგრამ მან დინგას ნუწერია. ეგრე ნატო გამოდის. აი მე აღარ მინდა რა მე თვითონ გავაკეთებ. ჟურნალისტი გრიგოლია. ვინ არის კაცო ჟურნალისტი გრიგოლია? ინგა გრიგოლია. ომარიკო მიდი რა კვერცხი შემიწვი. რა კვერცხი შეგიწვას გოგო ხანძარი მინდა ეხლა სახლში ძლივს უბორკა გავაკეთე. ადექი და შეიწვი. არცალია ეროვნულზე ვამატებ უნივერსიტეტებს და ფაკულტეტებს. ხო გინდა რომ სტუდენტი შვილი გყავდეს. მინდა კი არა უნდა მყავდეს. რეები ჩაწერია ერთი მითხარი. რამე დებილობებს ჩაწერდა. რავი პირველი ადრე ჩავწერი. მე რაღაცები მიწერია კიდე. ეტარა მიგრანტი აგაღებინა ანასტასია. ამ ხელაფულები რო არ ვიხადოთ. ვეცდები რო ავიღო, მაგრამ სექტემბრიდან მე თვითონ ვიმუშავებ და გადავიხდი. ზოგჯერ ისეთ რაღაცას იტყვი ხოლმე გულში იმედი გაუჩნდება ადამიანს რა. გულში იმედი არ ვიცი, მაგრამ კვერცხს თუ არ შემიწვა კუჩი რო წყლული გამიჩნდება ნამდვილად ვიცი. დამაცადე ხო? მისმინე, ეგალტეს არ არის შორია აქედან. საბურთალოზია ეგ, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ამას უყურე ერთი. შენ რა იცი ომარიკო? მე ბევრი რამე ვიცი. აი მაგალითად ის რომ სალონში დაგვაგვიანდა. დედა გველოდება ომარიკო შენი პარიკმახერი. წავედით. აუ სანამ წახოთ კვერცხი შემიწვით რა. ანასტასია ექიმი რო გახდი არ გინდა? რა ექიმი ინგა? მაჟრიალებს სიცხს რო ვხედავ. ეს ბავშვი თვითონ ყოველდღე მუხლებ გადატყავებული მოდის. აუ ჯამალობანას სამაშობდით და ნაგვისყუთი რა მოდიოდი მაშინ დავეცი. დედა რა ნაგვისყუთი იყავი ომარიკო? ვაიმე შენ მე მოგივლი. ხო და ჩააბარე ანასტასია სამედიცინოზე ექიმი იქნები. ინგა მომისმინე, არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი თუ ცხოვრება შეკითო ის საქმე რომელიც ქსიამოვნებს. ამიტომ უჩაირევ იმაში რა ჩემი აზარჩევია. ისე კი მართალი ხარ. როგორ მინდოდა მე ჟურნალისტობა და ჩემებმა არაეკონომიკური უნდა დაამთავრო და ერთი მე ვარ ახლა ეკონომისტი და მეორე ჯულია რობერტსი. და რამ გამახსენა ახლა ჯულია? შემდგომ გუშინ რო კინო ჩაგარჩევინა მან იყო ეგ მსახიობი. ნაგვისყუთთან მიპოვე გაზეთი და მაგაში ეწერა მაგ კინოს სახელი. დედა სად ნაგვებში დადიხარ ბიჭო შენ ნუ გამაგიჟე. ბუნკერთან აღარ დაგინდა ხომ ისული იცოდე. აუ რატომ იშლი? ნაგვისყუთში ვიპოვე ეგ ბეჭედით რო გიკეთია. აუ დათუნა შვიდიანი კაროლი როგორ გაჭერი? ეს შვიდიანი კოზენია. კოზირი კირპიჩია ჯერ ერთი. ვა, კეთილი და თქვენ შეგრე გაგვთმები? ომერიკო, ხო რა ვიცი, დედიკოს სეკუნდა. ხო, რო კითხე რომ თმები რა შეხანაა გაქვს მეთქი, დამანები თავის შეკრულობა მაქვს და ეგრე ქონდა შეკრული მე მგონი. გამარჯობა ქალბატონო ფიქრით, თქვენთან გვირჩიეს ბავშვის მოყვანა ძალიან კარგი ფსიქოლოგიურად იქნება დაგვეხმაროთ რა. და начинаем. ანასტასია, დედამ თქვა რომ ძალიან რთული ბავშვია და აბა, რას გვიტყვით თქვენზე? აუ, вообще რა რთული ბავშვი. ის ვერ მიგებს უბრალოდ. Коинц მოიშვი ტელეფონს. იდიოტკა რა. ესტა მე გამჩერებელია. ქალბატონო ინგა ძალიან კარგი რომ ბრაზის მართვის კურსების გავლა გადაწყვიტეთ. ბავშვზე კავს რა. ხო მარიკო. დედა ანასტასია მოვიდა სახში და მუჩი ერთ ტონა წამლები უყრია კამფეტები ავოდა. მე ჩევჭამ რა. აუ რანერი თამაშია რა, ვერ მოვიგე. ომარიკო აფთიაქში გამეგზავნე. ომარიკო მაღალი წნეღო მაგწადი ახლა და აფთიაქიდან ეს წამები მომიტანი, აი, ჩამოგიწერეს პისოკი, მიდი. იგი აი ერთი ლისტი მინდა ეგ. ომარიკო როგორ ხარ გინდა აფთიაქში? თეთნოგეიდა გამარჯობა. დედა ჩემს უნდა წნევის წამლები და გამომაგზავნა. მომით ჩემს საწყვილობ და უყიდი პარემ. მადლობა. დედა, კეთნოდეიდა შემხვდა აფთიაქში და იმან გიყიდა. აი, რეზინია და ღამე გამოიყენოს.
ანასტასია, სასეინო თოდის სამიყვან. სასეინო რა ის, ვერ იღისები. კაი, მაშინ დედას ვიტყვი შენზე რომ კაი ხავ, ჩაიცევი მიდე. დეგენერატ. მე მსათვარ უკვე დიდი ხანია. დავიღალე, წავიდე თორე დედა ნერვიულობს უკვე ალბათ. აი მირა ტიპი ხარ თუ რა, ისე გიფაფში იზმინილას რა. დი, როგორ მიყვარს ხო მეცი ამ მაღაზიაში მოსვლა? ომარიკო, ფული მაგ გათვლილი იცოდე დოკაპეიკ, არაფერი ზედმეტი არ მოითხოვო. ნახო ერთი რა არის სპისოქში. დი სათამაშოებში წავალ, წადი ხო? დროში, მარგარინი, პესოკი. სალარო თავისუფალია. პრინციპში კი ვიყიდე ყველაფერი, ოლივიეს პრიპასები, პეროგს გამოვაცხობ. ისინი გამიტარეთ რა. 27 ლარი და 60 თეთრი. პარკი არ გნებავთ? არა მაქვს სუმკა. ოი. ანასტასია მოვიდი სახლში ვარ. რაღაცა დამავიწყდა რა. აუ, საწავიდა ეს ქალი? ანასტასია, შენი სათამაშო გაიტანე რა. გუშინ ჩამოგიტანა, ხათუნა დეიდა. დამპალო ბავშვი. აუ, შემეშვი რა. ეს ჩართულია? გამარჯობათ. დე ჩემა დამავალა რომ ყველას კითხე რომელი სათამაშო ჯობიაო. დათუნია ძველი თუ ეს. ხათუნა დეიდამ რომ ჩამომიტანა საბერძნეთიდან გუშინ. ოღონ 12 საათამდე დამიწერეთ, თორე დედა მერე დაბრმავდები ტელეფონისგან. წავედი.